ადამიანს თავისუფალი არჩევანის უნარი არ აქვს, მანამ სანამ ზოგადად არჩევანი არ აქვს. მოგესალმებით, წინა ვიდეოში მოვყევი ის, რომ ადამიანი შედგება ორი არსისაგან, სულიერისაგან და ფიზიკურისაგან. და იმის თქმამდე, რომ სანამ ადამიანი იმყოფება ფიზიკური სხეულის ძალაუფლების ქვეშ, ადამიანს თავისუფალი არჩევანის უნარი არ აქვს, იმიტომ რომ თავისუფალი არჩევანის უნარის დანახვა ზოგადად და გამოყენება შეუძლია მხოლოდ სულიერს. და რატო, აი ზუსტად რატო გავხსნი ამ ვიდეოში? მაგისათვის დამჭირდება გადახედვა ასეთ მოვლენაზე, რასაც ქვია ცოდვები რელიგიაში. ზოგადად რას წარმოადგენს ცოდვა, რატო გვეუბნება რელიგია რომ უნდა ვეწინააღმდეგოთ და ზოგადად რას ნიშნავს წინააღმდეგობა. ზოგადად რა არის ცოდვა და რას წარმოადგენს, იცით? ცოდვა არის ბიოლოგიური ინსტინქტი, რომელიც გადაჭარბებულად არის გამოყენებული. ანუ ზოგადად რას ნიშნავს ბიოლოგიური ინსტინქტი? ბიოლოგიური ინსტინქტები ჭირდება ნებისმიერ ცხოველთა წარმომადგენელს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თავისი ცხოვრება დედამიწაზე, ანუ გადარჩენისთვის და გამრავლებისთვის. ეს არის ყველა ინსტინქტები, ანუ ამისათვის არის ყველა ინსტინქტები და ზოგადად, როდესაც ინსტინქტს გადაჭარბულად აქვს თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელობა, ან როდესაც ინსტინქტი ძალაუფლობს თქვენი სულიერით, აი ზუსტად ამ მდგომარეობას ქვია ცოდვა. ზოგადად აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ ბიოლოგიური ინსტინქტის როგორც გადასარჩენი მექანიზმის და ცოდვის შორის დგას ფსიქოლოგიური ტრავმა. ანუ შენ იყენებ ინსტინქტს ცოდვის სახით, ანუ გადაჭარბებულად მაშინ, როდესაც გარკვეული ფსიქოლოგიური ტრავმა გაწუხებს. ეხლა მინდა მე ყოველივე ცოდვა განვიხილო ინსტინქტის დონეზე, ამასობაში მოვიყვანო ფსიქოლოგიური ტრავმა, რის საფუძველიც არის ეს ცოდვა. ამ ვიდეოში ძალიან ზედაპირულად გადავიული შემდგომ ვიდეოებში უფრო ხრმად ჩავუღრმავდებით გარკვეულ ცოდვას, გარკვეულ ინსტინქტს და გარკვეულ ტრავმას, თუ როგორ გვმართავს ჩვენით, როდის გადაიქცევა ჩვენი ბიოლოგიური მინიმალური მოთხოვნილება ზუსტად ცოდვაში და რა ტრავმის გამო იგდებს ინსტინქტი ძალაუფლებას თქვენს არჩევნებზე და ცხოვრების ხედვებზე ხელში. 7 მომაკვდინებელი ცოდვა, ინსტინქტები და ფსიქოლოგიური ტრავმები. წავედით მაშასე. მართალი გითხრათ, ძალიან ძნელი იყო ჩემთვის გადათარგმნა რუსულად გარკვეული ცოდვების, იმიტომ რომ ძალიან უცნაურად ჟღერს, იმედია სწორად ვთქვი ჩემთვის. პირველი ცოდვა არის ნაყროვანება, ანუ საჭმლის სიჭარბე. ზოგადად როგორც მე ვთქვი, ინსტინქტის სიჭარბე. ადამიანი ჭამს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ცხოვრება. მაგრამ მაშინ, როდესაც ადამიანს ააწუხებს გარკვეული ფსიქოლოგიური ტრავმა, ამ შემთხვევაში ადამიანი ზედმეტად იღებს საჭმელს იმისათვის, რომ რაღაც ემოციური მოთხოვნილებები შეავსოს, ან გარკვეული მოთხოვნილებების ნაცვლად, ან სიყვარულის უკმარისობა. ანუ ბევრი ფსიქოლოგიური ტრავმა განაპირობებს იმას, რომ ადამიანი იღებს ზედმეტად საჭმელს. ნაყროვანი როგორც ცოდვა არის ბუნებრივი ინსტინქტის სიჭარბე, ფსიქოლოგიური ტრავმის გამო. ინსტინქტის სიჭარბე ხალხო ნიშნავს იგივეს, რომ ანუ ძალაუფლობს შენით, როდესაც ფიზიკური ძალაუფლობს სულიერით. სულიერს კი არც კი უნდა ჭამა, არც ფიზიკურს უნდა, მაგრამ შენ მაინც ჭამ. ამასობაში ვერც კი ამბობ უარს. ზოგადად, როდესაც ვერ ამბობ უარს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ფიზიკური ძალაუფლობს შენი სულიერით. და ამ ყველაფრის შორის დგას ფსიქოლოგიური ტრავმა. და წარმოიდგინეთ იმისათვის, რომ მართო შენი ინსტინქტი და ძალაუფლების ქვეშ მოიყენო, ასე თუ ისე ცოდვილი აღარ იყო, ზოგადად ცოდვა ნიშნავს გადაჭარბებას და არა იმას, რომ უკვე დაიბადე ინსტინქტით და იმიტომ ხარ ცუდი ხალხო. ეს ნიშნავს, რომ გადაჭარბებული ინსტინქტი ნიშნავს ცოდვას, იმიტომ რომ ადამიანი არ ცხოვრობს ბედნიერად მაგ შემთხვევაში. შემდეგი ცოდვა არის სიძვა. ბუნებრივ ინსტინქტურ დონეზე სიძვა ანუ სჭირდება იმისათვის მატერიალურ სამყაროს და ფიზიკურ სხეულს, რომ ჩვენი არსებობა ზოგადად გაგრძელდეს. მაშინ რა ხდება, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს ინსტინქტი მართავს ჩვენით? ფსიქოლოგიურად ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ შენ იმდენად გეშინია ახლა ურთიერთობების, იმდენად გაურბიხარ დაახლოება სხვა ადამიანთან ემოციურად, რომ საკმარისი იქნება ფიზიკურ დონეზე შედგეს შენი კავშირი. დიდ რაოდენობაში ხდება ის, რომ
ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მაგ ცოდვაში, ვისაც აქვს შესაბამისი ტრავმა, ბევრ პარტნიორებს იცვლის, რეგულარულად იცვლის პარტნიორებს, ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც უკვე არის დრო იმისათვის, რომ ემოციურად დაახლოება მოხდეს. წარმოიდგინეთ, ხო, იმდენად გეშინია ახლო კავშირის, რომ სექსუალურ დონეზე აკმაყოფილებ შენ ემოციურ მოთხოვნილებას და უარსაც კი ვერ ამბობ, ანუ ვერ ჩერდები. ეს არის ძალაუფლებას, როდესაც ინსტინქტს აძლევ ხელში და მაგ ყველაფერს ხელს უწყობს შენი ფსიქოლოგიური ტრავმა და ეს ყველაფერი მერე გადაიზრდება ცოდვაში, ზუსტად იმიტომ, რომ შენი ცხოვრება, შენი არჩევნები, შენი მდგომარეობა არის მერე გამომდინარე ზუსტად ამ ცოდვიდან. ანუ ეს ცოდვა გიფუჭებს ცხოვრებას შენ. მაგ ცოდვის გამო ღმერთი უარს არ იტყვის შენზე. უბრალოდ შენ ვერ იქნები ღმერთთან. ანუ ბედნიერი ვერ იქნები. იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც ვიტყვი იმას, რომ ტვინის ძალაუფლების ქვეშ იქნები. შემდეგი ცოდვა არის უკაცრავად. სასოწარკვეთილება. ხო, ზოგადად რო იცოდეთ ინსტინქტურ დონეზე ტვინი, როდესაც ვერ ხედავს გამრავლების ან ცხოვრების შენარჩუნების მიზანს, ტვინი თავს ასეთ ფუნქციას, რასაც ქვია ენერგოს შენარჩუნება. თავის დროს ეს იყო თვით გადარჩენის მექანიზმი. ანუ იმისათვის, რომ ტყუილად ენერგიებს არ ხარჯავდეს ადამიანი, რადგან შესაბამისად ბევრ საჭმელს არ იღებდა ფიზიკური სხეული, ტვინის ფუნქცია იყო ის, რომ უმიზეზოდ, ანუ ტვინი თუ ვერ ხედავს მიზეზს იმისათვის, რომ ფიზიკური ძალები ენერგია დახარჯო, გირთავდა ასეთ მექანიზმს, რასაც თქვია ზარმაცობა, ანუ ზარმაცდება ადამიანი მაგ შემთხვევაში. ეს არის იგივე ინსტინქტის გადაჭარბება. ეს არის მაშინ, როდესაც შენი ფიზიკური ინსტინქტი მართავს შენით. ზოგადად წარმოიდგინე, ჩვენ ხო არა ვართ მხოლოდ ფიზიკური სხეულები, ჩვენ ვართ ასევე სულიერები და სადაც ფიზიკური სხეულის მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, იქ ზოგადად უნდა ჩაერთოს სულიერის მოთხოვნილება. მაგრამ, როდესაც ცხოვრობ მხოლოდ ფიზიკური სხეულით, რა თქმა უნდა, შენ სულიერის არ გესმის და ზუსტად იმიტომ გაქვს ეს მდგომარეობა, ხალხო ზარმაცობა. იმიტომ რომ ფიზიკური სხეულის მოთხოვნილება ძალიან ზედაპირულია და კმაყოფილდება უცბად მით უმეტესად ჩვენ დროს და სულიერის არის ცოტა სხვა დონეზე, მაგრამ როდესაც შენ არ გესმის, ასე ხდება ხშირად, რომ ეს ცოდვა გადადის დეპრესიებში, ცხოვრების აზრს ვერ ხედავ, ეს უკვე ფსიქოლოგიური ახსნა არის. ფსიქოლოგიურად არის ის, რომ შენი სულიერის არ გესმის, ზოგადად შენი გზა არ იცი ვინ ხარ, ისთვის მოხვედი, სად მიდიხარ, გერთვება დეპრესია და ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში იმყოფები და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისევ ფსიქოლოგიური დონე უნდა განიკურნო იმისათვის, რომ ინსტინქტის მექანიზმი ჩაიგდო ძალაუფლების ქვეშ შენ, როგორც სულიერი არსი და მაგ ცოდვისგან განთავისუფლდე. მრისხანება, ანუ აგრესიულობა. აგრესიულობა ზოგადად და მრისხანება ინსტინქტურ დონეზე ჭირდებოდა ადამიანს იმისათვის, რომ თავისი გარკვეული პირადი საცხოვრებელი ზღვარები დაეცა. ან ზოგადად ირთვებოდა მაშინ, როდესაც გადარჩენის სიტუაცია იყო. ანუ, როდესაც უსაფრთხოება ემუქრებოდა შენ ცხოვრებას, ადამიანს ერთვება ასეთი ინსტინქტი, რასაც ქვია აგრესიულობა, ჰორმონებიც იცვლება მაგ დროს და ადამიანი ხდება უფრო მეტად ძლიერი და აგრესიული. მაგრამ მაშინ, როდესაც შენ ეს მდგომარეობა შენით უფლობს, ანუ ძალაუფლობს შენით და შენ გაქვს აი გადაჭარბებული აგრესია, ამის ფსიქოლოგიური საფუძველი, მაშინ, როდესაც შესაბამისი მდგომარეობა, შენი ცხოვრების მდგომარეობა შენ არ გაწყობს, მაშინ, როდესაც სულ მუდმივად თავდაცვის ფუნქციაში იმყოფები ფსიქოლოგიურ საზღვრიდან, გადმოხედვიდან, მაშინ, როდესაც შენ სულ მუდმივად დაძაბული ხარ და გგონია ფსიქოლოგიურ დონეზე, რომ მთელი სამყარო არის შენ საწინააღმდეგოდ, მაშინ, როდესაც შენ გჭირდება შენი თავის დაცვა. ფსიქოლოგიურ დონეზე, გავიმეორებ ზედაპირულად ხსნი ფსიქოლოგიურ დონეზე რა ხდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა გარკვეულ სიტუაციას უფრო მეტი ჩაღრმავება სჭირდება. შემდეგი ცოდვა არის სიძარბე. ზოგადად სიძარბე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ზედმეტ ყურადღებას და მნიშვნელობას ანიჭებს მატერიალურს და ამასობაში ძალიან ძნელად შეუძლია დამშვიდობება მატერიალურისაგან, ან გაყოფა, ან მოშორება, ან გადაგდება. ანუ ერთი სიტყვით არის ძალიან ღორმუცელა.
ხო. ანუ ინსტინქტურ დონეზე ეს ინსტინქტი აუცილებელი იყო მაშინ, როდესაც ადამიანი არ ცხოვრობდა ასეთ კომფორტულ პირობებში, რასაც ცხოვრობთ ახლა ჩვენ. და იმისათვის, რომ გადარჩენილიყო, მაგისათვის სჭირდებოდა გარკვეული პროდუქციის შენარჩუნება, გადადება, დაგროვება. ეს იყო სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცესი. მაგრამ აი ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სიჭარბე, ამ ინსტინქტის სიჭარბე, ან მაშინ, როდესაც ეს ინსტინქტი ძალაუფლობს შენით, ეს გადადის უკვე ცოდვაში და გიშლის ხელს. წარმოვიდგინეთ ახლა ადამიანი, რომელიც ორიენტირებული არის მხოლოდ მატერიალურზე და ძალიან ძნელად შორდება მატერიალურს, როგორც ცხოვრებას მიყვება. ანუ თვითონ ადამიანი იტანჯება ასეთი ცხოვრების მიმართულებით. ფსიქოლოგიურ დონეზე ადამიანს ეშინია კონტროლის გაშვება. რადგან არ იცის თუ გაუშვებს კონტროლს, რა დაემართება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადამიანი უფრო ადვილად ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ყველაფერს აკონტროლებს. და ზოგადად რას ნიშნავს ეს ღმერთის უნდობლობას, არა? როდესაც არ ენდობი ღმერთს. ფსიქოლოგიურად ადამიანი იმდენად არ არის განწყობილი სხვა ხალხის მიმართ, არ არის დარწმუნებული ხვალინდელ დღეში, სულ მუდმივად ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება და ზუსტად იმიტომ ცდილობს, რომ კონტროლის ქვეშ მოახდინოს ყველაფერი, რაც შეუძლია მოახდინოს და ზოგადად ეს არის მატერია, აი უმრავლესობა შემთხვევაში, მატერიას მატერიალურს უფრო ადვილად აკონტროლებ, ასე თუ ისე. მაგ შემთხვევაში კეტავს თავისი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებებს. ეს არის ფსიქოლოგიური თავდაცვა. ალბათ გარკვეული ტრიგერების გამო. შემდეგი ცოდვა არის ამპარტავნობა. ასეთი ცოდვა, როგორც ამპარტავნობა, ინსტინქტის დონეზე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის მიდრეკილი დომინანტურ როლისკენ. ანუ იმისათვის, რომ იყოს მთავარი, ზოგადად ადრე როგორ ხდებოდა ხალხმა, ვინც იყო დომინანტულ როლში, ავტომატიურად ყველაფერს კარგს იღებდა, ავტომატიურად იყო ლიდერი, ავტომატიურად თვითონ წყვიტავდა, როგორ უნდა ეცხოვრა, არა მხოლოდ თვითონ, არამედ თვითონ სოციუმს, სადაც იმყოფებოდა დომინანტი. ანუ ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, თავისი პლუსები ამ მდგომარეობას ჰქონდა და ასე თუ ისე ჩვენს ტვინს ინსტინქტურ დონეზე აქვს მიდრეკილება დომინაციისკენ. ფსიქოლოგიურ დონეზე კი ეს არის ის, რომ ადამიანს სჭირდება სიყვარულის და აღიარების დამსახურება. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გრძნობს, რომ ვერანაირად ვერ შეიყვარებენ. აი ეს არის ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ შემთხვევაში, როდესაც ინსტინქტურ დონეზე მიდის ამპარტავნობის გადაჭარბება. და ბოლო ცოდვა რაც არის, ეს არის შური. წარმოვიდგინეთ ინსტინქტურ დონეზე, როდესაც ადამიანი ცხოვრობს სოციუმში და სოციუმი ადამიანის ცხოვრების გადასარჩენად იყო აუცილებელი, მაგაზე ჩვენ ვისაუბრებთ უფრო, როდესაც მე გავხსნი ყველანაირ ინსტინქტებს, რაც ადამიანს აქვს. ხო, ანუ ინსტინქტურ დონეზე ადამიანს სჭირდება სოციუმი, მაგრამ მაგ შემთხვევაში სოციუმში რომ იმყოფებოდა და რომ არ თქვან შენზე უარი, ასე თუ ისე უნდა იყოს მაგ სოციუმის შესაბამის დონეზე, შესაბამისი მონაცემებით. ზუსტად ეს ხდება, იმიტომ უნდა თუ უმრავლესობას იყვნენ ისეთივე როგორც ყველა, იმიტომ რომ ინსტინქტურ დონეზე ეშინიათ სოციუმისგან იზოლირება, რომ არ გახდნენ იზოლირებული სოციუმისაგან. იმიტომ რომ ეს თითქმის ინსტინქტურ დონეზე უდრის სიკვდილს, ანუ მარტოობა ადამიანისთვის, რო იცოდეთ, ანუ სოციუმის თავისი გარემოს გარეშე ცხოვრება ნიშნავს სიკვდილს, იმიტომ რომ ადამიანი ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტ შანსს ფლობს მაშინ, როდესაც მარტო არ იმყოფება. ნუ ეს იყო მაშინ, როდესაც სხვანაირი არაკომფორტული გარემო ჰქონდა ადამიანს, როგორც ცხოველთა წარმომადგენელს. ზუსტად ამიტომ ჩნდება ეს გრძნობა, რასაც ქვია შური. ანუ ის რაც სხვას აქვს, მეც რომ მინდა რომ მქონდეს. და მიუხედავად იმისა, რეალურად გინდა თუ არა, მაინც გინდა. და რავი, გიშინია რომ იმას თუ აქვს და შენ არ გაქვს, ესე იგი რაღაცნაირად განსხვავდები, ესე იგი უფრო ცუდი ხარ და არა ხარ ღირსი იმისათვის, რომ მასეთ სოციუმში იყო და შეიძლება თითქმის სიცოცხლესთან კონდეს დაკავშირებული ასეთი ინსტინქტური მდგომარეობა, წარმოიდგინეთ. და ზოგადად ფსიქოლოგიური დონე ალბათ ისე უახლოვდება იმას, რომ ადამიანი ცდილობს დაიმსახუროს სიყვარული, ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაზე ნაკლებია
ანუ თვითდაჯერება საკმარისი არ აქვს ფსიქოლოგიურ დონეზე და ზუსტად მაგისათვის სჭირდება გარედან დამტკიცება მაგის, რომ ღირსი არის, ის რომ ყველასნაირი არის და ყველასნაირად არის ღირსი სიყვარულის მიმღებლობის და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაშინ, როდესაც შურის ინსტინქტის გადაჭარბება ხდება ადამიანის ცხოვრებაში და წარმოიდგინეთ ისევ. ასეთი ცოდვის ქვეშ ცხოვრება რა ძნელი იქნება, არა? ამ ეტაპზე მინდა დავამთავრო. ანუ გამოდის, როდესაც ადამიანი ცხოვრობს ცოდვებში და ცოდვები რას ნიშნავს, მე უკვე აღვწერე. ადამიანი ვერ იმყოფება თავის უფალი, იმიტომ რომ ადამიანის გადაწყვეტილებებით კი და ცხოვრების ხედვით და მდგომარეობით არის დაკავებული ზოგადად ჩვენი ტვინი, რომელიც წარმოადგენს ამ ინსტინქტებს და ფსიქოლოგიურ ტრავმებს. ამიტომ პირველ რიგში ძალაუფლება რომ ჩაიგდო ხელში, ამისათვის უნდა ეწინააღმდეგო შენ ცოდვებს. გარკვეული გადაჭარბებული მოთხოვნილება უდრის გარკვეულ ცოდვას და გარკვეული ცოდვა უდრის გარკვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმას. აი, ამით ძალიან ადვილად დავინახავთ ხალხმა ჩვენ სად უნდა ვიქექოთ, რომელ მიმართულებაში. თავისუფლებას გისურვებთ და წარმატებულ გზას.